ეს უგემრიელესი ალუბლის ნამცხვარი იმ ალუბლებისგან მოვამზადე, რომელიც ნიკუშამ თავისივე ხელით ჩვენს ეზოში დაკრიფა. ალუბლები გავაჩერე რამდენიმე საათი წყალში, რადგან აბსოლუტურად ყველა ალუბალს პატარა მატლები მაინც აქვს შიგნით. შემდეგ დავკურკე და გადავედი ნამცხვრის მომზადებაზე. ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ავთქვიფე და დავუმატე კვერცხის გულები და ერთი მთლიანი კვერცხი. კვერცხის ცილები კი აუცილებლად შეინახეთ ბეზესთვის, რომელიც მოგვიანებით ნამცხრისთვის დაგჭირდება. შემდეგ ამ მასას დავუმატე შაქარი და კვლავ კარგად ავთქვიფე. შემდეგ დავუმატე მაწონში გახსნილი სოდა და ეტაპობრივად შევაზილებ ქვილი. მიღებული მასა გადავიტანე აი ასეთ გამოსაცხობ ფორმაზე, გადავასწორე, მოვაყარე ალუბლები და გავუშვი გამოსაცხობად. ახლა კი მოვამზადოთ ბეზე. მორჩენილი კვერცხის ცილები კარგად ავთქვიფოთ და ეტაპობრივად შევურიოთ შაქარი. შემდეგ ნახევრად გამომცხვარ ნამცხვარს გადავუსვათ ზემოდან და კვლავ გავუშვათ ღუმელში, სანამ ბეზე არ გაოქროსფერდება. გამოდის სასწაულად გემრიელი, და თუ ნაყინთან ერთად მიირთმევთ, კიდევ უფრო გემრიელია.